ლუიზას? არა, მეგობარ რა გაცხოვს. კი, მაგრამ მე საიდან უნდა ვიცოდე, საცხოვრობს ლუიზა. ნახეს გენს. და მეგობარ ვარ ცხოვრობს აქ ლუიზა და ვაჟკაცურა დააზუსტე რა მისი ტელეფონი. რა შვაშია სოფელი? შორიდან ჩამოხვედი? მოსავალი როგორია? კაია გაშენაღმეთ აღარ დავიგე. რა? There we go. შენა ხარგე რა? ეთი ამიტყო ვიღაცამ ბილიდან ლუიზას თქოროთ, იზას თქოროთ, მე ბადრისთან ვიყავი. რემონტია, კორიდორი რემონტი წამოიწყო, არის ოდეში? ფეხიც ვიღძე. როგორ და კიბიდან გადმოვარდი ეგ ეწოდებული მოიუშჩია ბოის გაკვისას. რა ვიცი ბიჭო, მე ჯერ არ მინახავს მაღაზი ვინმე ასულიყოს და მაგიერეცოს. ხვალე ხო კარგი შევთან. დაგირეკო. კარგი. შემოგვედი კივა. არა ბები არა. გასიებული რო გავს? არა უშავს დაცხრება მალე. კოკა. ხო. მართალი მითხარი, ხომ არის ჩხუბი? ქალბატონო ელენე, დაწნარდით, გაიგეთო თქვენი შულიშვილი გამოვიდა მაგასაკიდან აღარ ჩხუბობს. კარგი შვილი, კარგი. ორასაში ლაწვის გარი. ხო, ბები, რა უნდა მეთქვა? გუშინ ამოგვიორდა მკერავი ლენა. წყალი ჩასვიათ ისე. მე ალბათ ისე მოშვებული დამრჩა. მიხედე მოკლედ, რა. მოდი მე შეცაფეს გამოვიდე. ბები არ გინდა რა. კარგი ბადო. სად მინიხარ ბები? შენ შობლებს სახლები უნდა დაუთხო შვილო. კი, მაგრამ დაელოდე გადაიღოს წვიმა. არა უშავს, ხოლ გადამიწევს. რამეს ხომ არ დამაგვარი? არაფერ, სიგარეტი წავმიღე ბები. სიგარეტი. კარგი. საუზმე არ გააციო და მალე მოვალდო. გამარჯობათ. სახლშია ქალბატონი ელენე. ქალბატონი ელენე ამ წუთას გავიდა, დავამბაროთ რამეს. ამ დროისათვის დამიბარა. მოგზავნეთ დაელოდეთ. არა, მოგზავნეთ დაელოდეთ, მოგზავნეთ. დაუცდი მას. მოგზავნეთ.
შეიძლება? მოგზავნეთ რა, დავზავნეთ. დავზავნეთ. უკაცრავ ერთი წუთით რა, უკაცრავ საუზ მომენტ. დავზავნეთ. გოს, დავზავნეთ. წვიმაში მოგდით? დიახ. საოცარია პირდაპირ. თითქოს არაპირებდა წვიმას. არაპირებდა. გუშინ არ წვიმდა. ესე იგი და დღეს წვიმს. მივიდით რა. არა, მადლობ, ნუ წვდე. არა, რა შეწუხება, მივიდით. არა უშავს, არ მივიდით. დარწმუნებული ხართ მალე მოვა. 100% დაუცხრით. დაუცდი. დაუცხრით. კოკა. ჩემი სახელია კოკა. ნინიკო. ნინიკო, ძალიან სასიამოვნოა. სწავლობ ნინო სადმე? დიახ. სად? არქიტექტურულს. დავწანით რა. პირველ კურსზე თუ? არა, მეორე. მეორეზე ძალიან სასიამოვნოა. ალბათ პრიატოსთან იმზადებით, არა? აბა? 2-4-იანი. ნუ რატო. ერთი ალბათ პოლიტეკონომიაში, ხო ასე? როგორ მივხვდი? უბრალოდ ტიპიური შემთხვევაა. ხო მართლა სამხატვრო აკადემიაში ხართ თუ გეპეში? აკადემიაში. და ალბათ სადმე იქვე ახლოს ცხოვრობთ, არა? არა. აბა? ვაკეში ვცხოვრობ. ისე ვაკეში ტელეფონი მე მგონი 22-ზე იწყება. დიახ. ალბათ თქვენიც. რა საკვირველი? შემდეგ ნინოა რა? რა შემდეგ? 22. მე მგონი აღარ გსმენთ. არა, ნინო, გძანდებოდეთ, ბები არ წუთი აკეთება ძალიან ერთად. ისი ბებია? ბებია ჩემი. ქალბატონი ელენე თქვენი ბებია? კი, მაგრამ რატო გაგიკვირდათ? მე მითხრას 40 მიტანებული ქალიო. არა, ნინო, ბებია გაცილებით მეტის არის. დავზანეთ რა. ნინიკო, თქვენ ხო წვიმიდან მოხვედით, რა? ამით ვისით გმაქვს? ეცით, როდესაც ადამიანი წვიმიდან მოვა, ეს ყოველთვის რაღაცას ნიშნავს. რას? რას არ ვიცი, მაგრამ რაღაცას ნიშნავს. თქვენ სად სწავლობთ? მე ნინო დაახლოებით გასაგებია რა. დაახლოებით ბებიას პროფესიის გახლავთ. ესე იგი, მე და ბებია თითქმის კერავთ? რა შეგვი? კერავი ხართ. არა, მე ვგზნობ. ისე მეტყობ არა, მე? თქვენ აქვთ ბებიას პროფესიაო. კი, მაგრამ ბებია ჩემი ხომ ფილოლოგია, მე კიდევ უახლეს ქართულზე მუშაობ, ასე რომ განსხვავ. იცით რა? მე მეგონა. არა, მე კი არ მეგონა, მე მინდოდა. რა გინდა? მე ქალბატონი ელენე მინდოდა. თქვენ კერავი ლენახო არ გინდათ? დიახ. კი, მაგრამ კარზე ხო ეწერა მხეიძე? მე გვარი არ ვიცოდი. ნიკო დარჩა რა. არა, იცით, მეჩქარება. არა, ზოგჯერ ლექტორებს უნდა მოანატროს თავი, ასე არ შეიძლება ნიკო. არა, აკადემიაში მაგვიანდება. არა, თუ გაგვიანდებათ, კი ბატონო. ფეხზე რა მოგივიდა? სად?
ნაღმი ამიფეთქდა შარშან. არაფერი ნინიკო ისეთი გასაფულის მზიანი დილა რო გათენდა ბავშვები თამაშობდნენ ნასაკმართან გესმის და აი ამ დროს ერთ-ერთმა ბავშვმა აღმოაჩინა ნაღმი გამოჩნდი მე ეს ახალგაზრდა ლამაზი კომკავშირელი ხელში ყვავილების ყონა მიჭრავს და გასაფულს შევნატრი ჩემე გამწვია ხმა მზერან წამს ვერ შეამჩნია ნაღმი გიწყოთ მეჭერ მათ ხონე ხეთ მოიცვალე და კიბიდან რო გათმარდი მოლეთ კიბიდან გადმოვარდი ეგრეთ წოდებული მოივსია ხოის გაკრისას. ნინიკო დარჩით რა ძალიან ერთად. რაიმეს მოგასმენინებთ, ვისაუბროთ. არა, იცი, მეჩქარები. ხო, გაგი თუში. არა. როგორ გეკ? არა, მე. როგორ გეკ? შეიძლება. ჩუმატარები ამ გადამაშავარ, ჩუმატ. დედა როგორ მოგწეს ეს მე მივედი ვაგოცეთო? არა, ნინიკო მე უბრალოდ გადაწყვეტე რომ წვიმიდან მოსულ ადამიანს სჭირდება სულიერი სიტყვა. მაგრამ მე პირობას გაძლევ რომ დღესვე გამოვიდან ჩემს თავს განაჩენს. მე მეც აღარ ვიცი, უბრალოდ ეს ნინიკო! ჩუჩა რა გატირებს? აი რა გატირებს? ეხლა იცხვილი ესე დაგიკითხდება ეს გაგეძდება მე აღარ იქნები ასეთ ლამაზი. ნინიკო შევამხედე, აი რატომ მიარტირი ვარ? მიუხედავად იმისა რომ კლავი ამომიტრიალე იქ ძალით მაკოც მე მგონი შედის ამის უფლება არ მომიცია. იცოდე წავალ და ყველაფერს შევეთქმი კერავლენას. რატომ მაკოცე ა? დიახსე. რატომ მაკოცე? მე და შენც მე გაკოცე. დიახსე. არა, მე ნინიკო. სად გდიახლა მე შენ აღგენებ? ძალიან ძნელია ახლა გადავტყორცნო საკუთარი თავი ამდენი ხნის წინ თითქმის 40 წლის წინ ეთყობა რაღაც ის იყო იმპულსი იყო რახან დაიწერა რახან თვითონ პიესას იღბალი ქონდა არა მარტო ერთდროულად დაიდგა მიშა თუმანიშვილის ეს ცოტა ნაკაშიძემ ჩემო საყვარელმა რეჟისორმა და მიშა ბუკიამ რუსთავში გენერალური წინ მაჩვენეს მთლიანად სპექტაკლი პლეხანოზე რუსთავის თეატრში პლეხანოზე არ თუ არ მომეწონა ავშფოთი თვითონ კონსტრუქცია იყო დარღვეული ეს ჩვენი სპექტაკლი იწყებოდა სულ სხვანაირად ამბავი მომხდარია, თავარი გმირი ზის და იხსენებს ყველაფერს და შემოვდიოდით როგორც აჩრთილები. მოვდიოდით აჩრთილები რა და ვაჩვენეთ ბატონ დრამატურგს. ძალიან არ მოეწონა. იმდენად არ მოეწონა, ძალიან გაბრაზდა ბატონი ლაშა. ადგა და თქვა, ეს ჩემი პიესა არ არის. მე არ მომწონს და არ ითამაშებთ და წავიდა. დავრჩით ეს გაღიმებულები. მაშინ мама ჩემი ანზორ ქუთათელაძე იყო მთავარი რეჟისორი. თეატრის გაეკიდა ეხვეწება ლაშკო მობრუნდი, აი ნახე შენ ერთ კვირაში მოდი და ყველაფერი ისე მოგეწონება. შეთანხმდნენ ამაში და მართლაც ერთი კვირის მერე ყველაფერი თავთავის ადგილას დადგა და მერე რომ ვითამაშეთ სპექტაკლი, ბატონ ლაშაც დარჩა კმაყოფილი. მოვკლა. ხომ უთხარი, ამდენ ხალხს ნუ მიგზავნი მეთქი, ა? ჩემი გოგო. აბერტი აქ დედიკი გენაცვალე. აქ? მომან. მართალი გითხრა ისე ვიხლები უსათუო თუ არც გეტყოდი, მაგრამ ვიოლას გამოგზავნილს როგორ გაგისტუმრებ ისე, ა? ძალიან დიდი მადლობა. ვისი მადლობა, გენაცვალე, ანგელოს გევხარ, შენზე უკეთეს ვიშევ. რა ბრძანე? ისევ ჩართო იმ გადარეული. ვი? მეზობლის ბიჭმა, აღარ შემიძლია გენაცვალე, აღარ შემიძლია სულალია ქოდი, სულბრაგირგრუგი. სულ სტუმარი ხავს. მის დღეში წყალის ჩება მოშვებული. ერთი შეხედე, ჩემ გენაცვალე. ერთი შეხედე, რას გავს, შეხედე. არა, ისე კეთილი გულის ბიჭიკია საწყალი. რატომ არის საწყალი? ობოლია შვილო, ობოლი. დედამისი მაგის მშობიარობას გადაჰყვა.
შენ რამდენი წლის ახარ გენაცვალე, ა? 18. ბიჯოს სწორედ შენი ტოლი იყო, რომ გარდაიცვალა. შენ ჯვარი გწერია, ჩემ გოგო, ხომ არ გეწყინა? არა, რა ბრძანე. ხო, ბებიამ გაზარდა. 4 წლის შემდეგ მამამისი კოჯრის გზაზე დაიღუპა და ასე ამოწყდა ოჯახი. აბა, კოკაზე ბრძანებთ, არა? გოგო, იცნობ თუ? მოჩ თქვენ საიდან იცნობთ გენაცვალე გოგას? შორიდან. შორიდან იცნობთ არა? შორიდან ვიცნობ. კირილე, დიახ ნუ დაბოდიალო ფარ. ხელს მიშ. ისა ლენა ის გაზეთებს ვეძებ ლენა გაზეთები სად არის? აგერა შენს ოთახში. მე მივდივარ მოგივიდე. გამარჯობა ბატონო, ერთი მაჩვენე საჩ ჩამოვიდა წყალი, რაღაცა წყალი ჩამოვიდა, გამარჯობა. გოგორა საჩ ჩამოვიდა წყალი. რაღაცა წყალი ასე ჩამოვიდა. დავდა დაინა. აგერ ხო ქედა აგერა აი აგერა ლენა უყარი ის საჩამოვიდა. აბა რა გეგონავთ? გალბატონო ლენა, თულს ვინ გაკადრებ? ყველა მოვიყავ მუშას, როგორ ვიკადრებ? ვიცი, ჯერ არ მოგიყვანია თუ რა? მოვიყავ მუშას. როგორ არა, სამი დღე აგეთო. ესე იგი შენ მე თუ არ გამიგე. არ შეიძლება მიმოაც, ესე იგი მე რო გირიკავ შენ არ დაგამიგე. ესე იგი მე და შენ არ გამიგე. ლენა უყარი საჩამოვიდა. ნიკო, არ შეიძლება ასე. ესე იგი მე და შენ რო ვარ, მეგობრებო. როდის მოიყარ მუშა? ნინო, ისე მაზე გიყურს რა? როგორ სიტყვით გალბატონო ლენა, თუ არ და მე თვითონ შევღება, უღო გამოშლეს რომ კარგად გამოშლეს. ლაკ დაგაღუპიდე. უჯო რა გამოაშროს უჯო იმ წერს რა გამოაშროს. ბატონო გირილე იყოს ასე. ოი მე შენ გაჩვენებ იყოს ასე. მე შენ გაჩვენებ იყოს ასე. ნინო, არ გაგიკვირდეს, ჩვენ მეზობლები შეხუმრებულები ვართ ერთმანეთს. ასე არ არის გალბატონო ლენა. თუ ასეა. მე გამოგივით. ჩვენ გამოგივით ამ დღეს. გამოიერეთ თქვენ გენაცვალე ძალიან გთხოვ თქვენ გამოიერეთ. არ არის როგორ არის საჭირო? არ არის. მე თვითონ დაგირეკავ როცა გავამწარ. არის ნერვიულად გალბატონო ლენა, არის ნერვიულად მე გავაცილებ ნინო. არა, მე არ თქვენ არის ნერვიულად. თქვენ ოღონდ არის ნერვიულად. მაგით მოდიო. საერთოდ კაცო, მე გავათ ნინიკო. მოდია ბუჭო. მოდია ერთი უყურია მას უყურია ერთი შენენა. ლენა, შენი ჭირი მე ერთი. აი რა, მართკმევინე ერთი რა. ლენა, მაინც ამ შემოდგომამ ხომ წაიღო ტვინი ა? წვიმს და წვიმს გაუთავებლად ყოველ საღამოს არა? მე შენ გაჩვენებ როგორ წვიმს და როგორ თავს. გამოადგი ფეხი. მომზადი აქ მომზადი. მე შენ გაჩვენებ. მოგარგი მოდივარ. ყოველთვის სპექტაკლები ანშლაგით მიდიოდა, ბილეთები არ იშოვებოდა. და სპექტაკლის შემდეგ უკვე უკანა კარიდან რომ გამოვდიოდით, რეზო იმალებოდა და ჩუმად გაყავდათ. მე უკვე გათხოვილი ვიყავი, მეუღლე მყავდა, ეს ხდებოდა ხოლმე და მივდიოდით ძალიან წყნარად და ყველაზე კარგი ის იყო, რომ რეზოს თაყვანისმცემელი გოგოები ძალიან ეჭვიანობდნენ ხოლმე ჩემსე და მე რომ გაიგესო ჩვენ მეგობრები ვართ და ჩემი ქმარიც იქ არის, მე ცოტა დაწყნარდნენ. საოცრად კარგად მახსენდება თვითონ ეს აღზევება, ცოტა გულნათკენის კი ვიყავ ერთხელ. უცხოელი სტუმარი მყავდა, ვისაც უთარგმნები პიესას და იმდენად ზეპირად თვითონ გოგონება, ვინც რეზოში იყვნენ შეყვარებულები. მეც არ ვიყავი ცუდი ბიჭი, 26 წლის ბიჭი ვიყავი მაშინ. უკინაო თავში წამომარტყეს, ნუ გვიშლიო ხელსო. სპექტაკლის დაწყების წინ, იმიტომ რომ არავინ არ მიყვარდა და ვიყავით სარიელი, 2 წლის განმავლობაში ვთამაშობდი ამ სპექტაკლს და გრძნობა არ მქონდა არავის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარული ვიყავი და ძალიან ბევრ გოგოებს უნდოდა ჩემთან ურთიერთ, მაგრამ მე არ მიყვარდა არავინ. მახსოვს ძალიან კარგი, ამას თითქმის ყველა სპექტაკლზე ვაკეთებდი ფარდას გამოვხსნით, ესე პატარა ჯუჯურთანაც გავაკეთებდი და ამოვირჩევდი აი ამ 400 მაყურებიდან ყველაზე ლამაზ გოგოს და შევხედავდი ასე და ხო, აი დღეს შენ გიცვნე ამ სპექტაკლს და კოცას გავხსნით. და ამით ვაფსებდი ჩემ თავს. რაც რომ ჩემეთები სიყვარული მოხოდ შენს მოხოდ შენს
შენ გაგიმარჯოს. ორი თვია რაც უკავშირი თავი გაგოცნო მედაბადრის და დასავით შეგვიყვარდით. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გიზურებთ. თქვენი ძელა გამრეგელი. გულის გააკოლე ბადრი. იმიტომ რომ მეც ელი სულითა და გულით ვამ თქვენსა. დიდი მადლობა. ბიჭებო, გამომარჯოს ნინიკოს. საოცარია პირდაპირ, ესე იგი ორი დღე გავიდა ბადრი. გაგიმარჯოს ნინიკო. ნუ რა მე მიმღერე სანამ არ არის გვიანი. ნუ მე მიმღერე სანამ ბადრი არ არის გვიანი. პირველად იყოს ალო? ლუიზა? ვინ არის? ვინა ლუიზა? ვინ არის? ბიჭო, მომყვა რამა კაცი საცუდაობა ორი თვია მირეკავს. დაუკიდეთ. ალო? მეგობარო, იცით რაშია საქმე? ლუიზა ბოსტანშია გადასული. სიტი შემდეგ დამრეკეთ. ვინ არის ბიჭო ლუიზა? მომყვა ორი თვია მირეკავს. პირველად იყო სიმღერა. გალობა მრავალხმიანი და სიმღერისთვის შეიქმნა ადამიანი. მოგზავნით ქალბატონო ელენე, მოგზავნით. სულ ფიქრობ, იმიტომ რომ ხა გენიოსები ჩვენ არ ვიყავით არც ერთი და არაფერს ისეც არ ვაკეთებდით, რომ ეს ხალხი გადაირია, მაგრამ ეს იმდენად ოჯახური და იმდენად აქტუალური იყო მაშინ ეტყობა და ვფიქრობდი ამდენი გაუბედურებული გოგოები სად არიან კაცო. მითხრა ბატონმა მიშამ, რომ აუცილებლად უნდა იმღერო. რა უნდა იმღერო, მე ვთხარი. უნდა იმღერო, თან ისე უნდა იმღერო. და მომიდანა Любовичобიც может. არ ვღერი, მე ვთხარ საერთოდ. არც მენა მაგ, არც მომაკ დამანებე თავი. არა უნდა იმღერო და სალაუნებურად ამამღერა. ვიწვალე ამ სიმღერაზე, ვიწვალე, მაგრამ კი ვიმღერე მე მგონი. ვინმე ბებია, ცხოვრე. Господа гусары, что? Бебе. Я вас любил. Любовь еще, быть может, в душе моей угасла не совсем. Но пусть она вас больше не тревожит. Я не хочу печалить вас ничем. Я вас любил безмолвно, безнадежно, то нежностью, то ревностью томил. И я вас любил так искренне, так нежно. Так дай вам Бог, любимой, быть здоровой. არაფერი გრიმი არ მქონდა, სხვათა შორის. არანაირი, მხოლოდ თმებს ცოტა წავიპუდრებდი ესე. გავითეთრებდი, მეტი არაფერი. და მერე მახსოვს მედიკო ჯაფარიძე მცხონებელმა ნახა სპექტაკლი და თქვა რომ როგორი ბებერი ჩანხარ ია იქაო შენო ძალიანო და ისეთი რომ რას იკეთებ, ვაფშე არ ვიკეთებ მე ვთხარ, საერთოდ არაფერს არ ვიკეთებ, მარტო თმები მაქვს დაპუდრული, ისეც როგორ დავიპუდრავდი ახლა თმას მე კლიანად. ნუ ესეც კაი პლუსი იყო, ესე იგი მოეწონა და ბებერი მეჩვენე ძალიან და კაი იყო. მოდი დაჯექი მოცადე. ჩემი მშვენიერი ნინიკო მოსულა, მოდი შვილო, მოდი. სადა მეკარგე მთელი თვი აღარ მინახე. სესიები მქონდა დედაელი. როგორ არის საფი? მე თვით არ მე. მოდი. მოგზავნით აქ ალბათო ხუთოსანო. დაბზანდით. თქვენ მიბზანდით. მოგზავნით.
ძალიან მომენადი. მეც. ყოველდღე მესიძლებოდი. მეც. რა მეცეს აგიტა, მომიტოვი ახალი ამბები. რა არის ახალი შეცხოვრებაში, ა? მოგიყვები. აბაჭკა. მეცადინეობდი, ხელი შეგიშალე. არა, ნინიკო, პირიქით მონატრებულზე მიჭირდა კიდე შარდომა. ხო, ნინა, მოდი აქ. დევია, ერთი კვირით მიდის. გესმის? სოფელში. კოკა. ხო. დედა. გახსოვს? დედა? რა თქმა უნდა, არა, რატომ მეკითხები? ჰა? რატომ მეკითხები? მამა. მამა? ბუნდონად. ნინო, რა მინორულ გაწყობას გავს, სხვა თემა ვერ აერჩიეს ესაუბრეთ. აბა გამხერეთ. მითხარი. ხო. მითხარი. რა? გიყვარ ვარ? არა. რა? მე შენ არ გეტყვი, გეტყვი თესხვანი გეტყვიან, მიყავ ძლიერ. კარგი ბიჭი. იდეალური. კოკა. კოკა, იცი რა? იცი რა? კოკა. ხო, ნინო, თქვი რა. დევია. ჩვენ მოდის არე. ჩვენ ბავშვი გვეყოლებ. აბა ბავშვი. ბავშვი. დედა. ნინიკო მართლა? შენ გვეყოლება ბავშვი? დედა კახი არის, ნინიკო, რატომ არ მითხარი, ა? ეს ხო გენიალური ამბავია, ჩვენ გვეყოლება ბავშვი. მე ხომ არ ვიცოდი როგორ შეხვდებოდი ამ ამბავს. აბა რა იცოდი? ეხლა თითქოს ლოდი მომწყდა გულიდან. ხომ რატომცდი? მართლა. სერიოზულად, ა? შენ ხომ გაგეხარდა? რა, ჩვენ გვეყოლება ბავშვი? ხო. რა მოგივიდი? დედას უცხო არ გითხოვს? ა? დედას უცხო არ გითხოვს? მე დედა არ ამყავს. დაგავიწყე. არავის გითხოვს? ა? ვისთვის უნდა მეთქვა? მამას ხომ არ ვეტყოდი? რა ვქნათ კოკა? რა უნდა ვქნათ? ნინო, შენ ახარ 18 წლის, მე ვარ 21-ის, რატო ჩვენი ბავშვია? რა მოგდის? რა მოგდის? ნინო, შენ გესმის რა მითხარი, რატო არ გაფრთხილდი? გაჩუმდი. ხო, კარგი, რა მოგდის? და გისმენთ. ვისა? ლუიზას კი არა, მეტი აღარ დარეკა შეკარადინე თქვენ. შეიგი. არ ცხოვრობს აქ ლუიზა. რა მშვენიერ დილა გამითხენდა, რა საპირე? ჰა? რა საპირე? ხო, კარგი, რამის მოიფიქრებ? ხო, აქშია, ნიკო, მოდი დაჟე. მოდი. კოკა. კარგი. ნინიკო შვილო. ხომ არის სადირებ ჩვენ? მადლ დეიდა ელენე, არ მში. ნინიკო, დამიგეთო. პრინციპში ისეთი არაფერი არ მომთარა, გესმის დამიგეთო. შენ ახარ 18 წლის გოგო, შენ ახარ დიდი გოგო. მე პირას გეუბნები, ნინო. ვერა. ნინო, რა ვერა, მოკლედ არსებობს 1000 გვარი საშუალება, რომ თავი დავახციო და მოსიამონებას, გესმის? შენ რას მთავაზო? მე ხომ მიყვარხარ? რას მელაპარაკები, მე არ მიყვარხარ. გასოს რა სიტყვებს მეუბნებო? როდის გეუბნებო? მეუბნებო. როდის გეუბნებო? კარგი, მოჩი, ლოგინში არ ითვლება. აი მე დედიკო. ხო, კარგი, ნინიკო. ნინიკო, არა, ესე უცბად დამატაგე გამბავი და ხო, კარგი, მომიტი. ხო, კარგი. შენ არ გიყვარ. ვინ გითხრა სულელო, ვინ? შენ. შენ მითხარით და მიყვირე კიდეც. ჩემთვის მამასაც არ ყვირი. მე ხრი რა გამძმეცე მე. ასეთი მტირავა გოგო, ხო, კარგი? კარგი. ხო, კარგი. მე შენ ვეღარ ვქნებ. შენ ვიღაც სხვა ხარ. ესე იგი გავდიდრდები, ა? ბები! მოდი აქ. ჩემო. ბები, მე გელა მეძახეს და მოველახა. კოკა. ამინდა, მეძახთი? კი, მაგრამ ნინიკოს არ ვხდი ბოდიშს. ნინიკო შინაურია შეგვინდავს.
ყოველი მისი გასვლა ისე ლახვარით მცემს გულში. ისეთი ფათერაკიანია. შენ ხომ გესმის ნინიკო? მაგის მეტი არავინ ამყავს შვილო ქვეყანაზე. რაღაც სევდიანი მეჩვენება. არა, დაიღალე ალბათ. რა თქმა უნდა, გამოცდები. ნინიკო, მოდი მე და შენ ჩაი დავლივ. ნუ წუხდები დედა ელენე. რა შეწუხებაა შვილო? მე ძალიან სიამოვნებ შენთან ერთად ყოფნა. ვინიც ის იქნება, არც კი მოგეწყინოს ჩემთან. რა ზგზარ. მოდი შვილო. მოდი ნინიკო. დაჭიქი. ბიჭები პარკურიანში აპირებენ. შენი ნიკო? არ ვიცი. ალბათ არს. ნინიკო. კოკა როგორი ბიჭია? რთული. რთული? იცით, მრავალწახნაგოვანია. ერთბაშად ვერ გავუდი. მეგობრებს ძალიან უყვართ. მეც მიყვარს. ადრე შვილო ძალიან ნათელი ბავშვი იყო. ცოტა სევდიანიც გახდათ. მერე მამლაყინწობა დაიწყო. ქუჩა, ჩხუბები, უიმედო სიყვარულები, რომელსაც თვითონვე იგონებდა. მოსწონდა ეს რომანტიული კაეშანი. შემდეგ გატლანქდა. რაღაც ნიღაბს ეძებს. მაგრამ მე მჯერა ნინიკო. მჯერა რომ მობეზდება ეს ძებნა და ისევ ისეთი ნათელი ბიჭი დაგიბრუნდება შენს, მეც და თავის მეგობრებსაც. აი ამიტომ არ ვაწუხებ ზედმეტი ჭკუის სწავლებით. სხვათა შორის ლექსებსაც წერდა. დარს თუ ისე ცუდად. კოკას ლექსები ხომ არ გაქვს? არა შვილი. სამწუხაროდ არა. პირველ კურსზე მისი ლექსების განხილვა მოეწყო. შვენივრად ჩაიარა დისპუტმა. მაგრამ ხომ იცი მისი ხასიათი? მინიმალური კრიტიკა და სახში მოსვლისთანავე ყველა ლექსი დაწვა, არც ერთი აღარ დამიტოვა. ძალიან დიდი მადლობა დეიდა. შენ პირფერობად გწოდნია დედას რომ ეძახი. რა ზბრძანი? ჩემთვის ასე უფრო მოსახერხებელი. მე წავ. რა გქთათ კოკა? შენამდე ეგ შეკითხვა მე მგონი ჩერნიშევსკიმ დასვა. კოკა. თუმცა მე ხო პოტენციური მამა ვარ, დროს ჩემი ხუმრობა. როგორც ცივა რა. შენაიცი ეს ადგილი. ვეღარ უყურებ დეიდა ელენეს თვალებში. ხო, კარგი, რაიმე უნდა თამჯერო. გაიგერო სხვა გამოსავალი არა გქონდა მიდეყური. ჩემი ნაცნობი დეიდა სახში ღებულობს ავადმყოფებს. გასი სახში მაწყვეტინო, მაგას კითხვა უნდა მოკლედ ხო უნდა მივიდე, დავდგები და მივა. ხომ ლექსებს წერდი. ეხლა რა გიყვა პორტებით საწინააღმდეგო ტრაქტატი ხო დაგიწერო. ნუ კარგი, ახლა მორჩი მელოდრამატიზმის გარეშე ხო? ნუ თუ არ გესმის. რა? არ შემიძლია ასეც გიყური. როგორც გრიპი, ა? მე შენ მიყვარხ. კიდე? დეიდა ელენე ცდება. ნუ. შენ არავითარ ნიღაბს არ ეძებ. ნება? შენ ასეთი ხარ. ნინიკო. დამოყარეობა დაკარგეს საერთოდ. წადი ეს სახში. წადი რექტორ. წადი. 61-ში თითქოს საბჭოთა კავშირის ყველა თეატრში დაიდგა, მაგრამ
თვითონ აი სიყალბე არ იყო საბჭოთა დრო იყო მარტო სიყვარულზე დაწერილი და ურთიერთობებზე. ისაც მგონი მეც არ მეღალატია, მაგრამ მე თვითონ გამიკვირდა იმდენად დიდი წარმატება ჰქონდა. განსაკუთრებული ფაქტორი იყო რეზოჩი, შვილი. სახში აკითხავდნენ, ზარსურ ეკავდნენ და წვიმა როგორც კითხებოდა. სახში აკითხავდნენ თეთრ აბადებში გოგონები და მე ნინო ვარო. სპექტაკლის მიხედვით ეკა ჩემი პარტნიორი შემოდიოდა საწვიმარი ეცვა. და ვეკითხებოდი თქვენ ალბათ წვიმიდან მოხვედით. იცით, როდესაც ადამიანი წვიმიდან მოდის, ეს ყოველთვის რაღაცას ნიშნავს. ხო და ერთხელაც სახში ვარ, ღამის 10 საათია და ინგრევა ყველაფერი წვიმს გადაუღებლად. და რეკავს ზარი და იცით მე არ გამიღია კარები, იმიტომ რომ ვერ იდებოდი, მე მაშინ მყავდა მეგობარი მყავდა სახში და თხოვე გააღემეთ კიდე ყოველთვის რაღაცას ველოდებოდი, რაღაც მოულოდნელობებს, ხან ყვავილები მოქონდა, ხან რაღაცები ხდებოდა სულ და კარები რო გააღო 10 საათზე ხამე მეუბნება რომ რეზო შენი პარტნიორი დგასო აქო. ვინ შენი პარტნიორი? ეკა ქუთათელაძეო. მე ვთხარი რა უნდა ეკას კაცო ჩემთან 10 საათზე მე არ დავიბარებია რატომ და რომ მოვედი წარმოედგინეთ ვიღაცა გოგო უნდა და ჩემთვის ეს გაეკეთებინა რა ქვია ჩაიცვა ზუსტად ისე გაიკეთა ზუსტად ისეთი მოსასხამით მეც ისე შეიკრა რაღაც მე რო გავედი უკვე ეკას შესახვედად რომ შემჩა ეს გოგო არაჩვეულებრივი აი ზუსტად ისე როგორც სპექტაკლში გამოიყურებოდა ჩემი პარტნიორი და მე აი ამას რომ მიაღწია რომ ეს რო გააკეთა ჩაერბინა სიცილით დაბლა და თურმე დაბლა მთელი გოგოები მოდიგენათ Oh, Benito. Benito, შენ ახლა მოვწინე, სადა ხარ დაგარგული, ოთ, მოგზავნით. გაგზავნით, ხო? მოგზავნით. და ის მილიცია! როგორ მოსხლები დაკიდა ულიზას სადათქომა? მაგრამ წვიმს? ძალიან. კოგე რა უყავი? ავტობუსში დამრჩა. ხომარკში, რასტომაც მოყარა. ყოველ მოსვლაზე ერთი და იგივე შეკითხვას მაცი. არა, მოდი ვისაუბროთ. მადლობა, არჩია. მეცადინეობდი ხელი შეგიშა. რვებოდიშოთ ერთმანეთს და ვატაროთ ასე დრო. შეიძლება დავრეკო. არ შეიძლება, ნინო, კლას რა შენის დილობიანო ბაიაკა მაქვს უკვე. ხო, კარგი. ჯერ არ მისულა. ხო. გადაწყდა ჩვენი პრაქტიკის ამბავი. ტალინში ორით. რახმა. არა მამიკო, გეჩვენები. ჩვეულებრივი ხმამა. როგორ არ გამეხარ? ძალიან გამეხარ. არა. ამხანაგდა. შენ არ იცნო. მალე მოყვა. აი გამაგებინე რა გატირებს? აი ამისე ნინო რა გატირებს? მიყვარს მამა. გიყვარს? მამა. შეხმა რა ურია ბოლო ხანებში, წესიერად მელაპარაკე.
სახლში შესვლა აღარ მინდა. არასდროს არაფერი არ დამიმალავს მამას. ეხლა იცი რა მომეწონა პირველად შენში? რა მოგეწონა? შენ ძველ რომანებზე რომ არაფერს მიყვებოდი. უნდა მელაპარაკა? რა გაგიკვირდა დედაკაც ხო არა ვარ ძველ რომანებზე გელაპარაკი. იცი რა მახსოვს? კარგი მინდა დავანებოთ ამ ლირიკულ წიაღს, თავი დარწმუნებული ვარ რომ მშვენიერი მეხსიერება გაქვს. აბათი. არა მე მოვხატე ეგეთახა გამაწამა დიპლომა და ადვილად ღიზიანდება. კაცაგები. ძალიან კარგი. ბებია სად არის? სასაფლაოზეა, რა შეგაინტერესებს? დედა და მამა. ერთად არიან დაგდო. ხო, ერთად არიან, ანეჯა უნდა მკითხო. დედა. გახსოვს? ნინო, საიდან კალი გადაყვა ჩემ მშობიარობა, საიდან გამაგებინე? აბათი. კარგი, ბატი. მიდიხარ ალბათ. მე ხო ნახევარსაჩუნა გავმია. მე წავა. მოიცა, მოდი აქ. მოდი. მოდი გენიც. შენ ახლა მიხვალ და დაждები აი იქ. მე მგონი თავზე ლაპარაკი. მე არ ვიცი. სამაგიეროდ მე ვიცი, ცოტა ხვალისთვის ამ ყავს შეთანხმებული ისხალი. მე არ წამოყვებ. აბა რასა? ვიტოვებ. როგორი და მე არ მეკითხები ისე თუ? მე შენ გითხე. ნინო რა მკითხე? ნინო რა მკითხე? ხო არ გავიწყდება რომ ჩემ შვილზეა ლაპარაკი. მე არ მავიწყდება. ნინო ზეფას. Господи, ნინო, ბავშვები ხო აღარა ვარ. შენ ახლა 18 წლის გოგო, ბავშვები ხო აღარა ვარ. შენ არ თქვი რა დროს ჩვენი ბავშვებია, ჩვენ თვითონ ბავშვები ვართ. ნინო, ჭკუას არ გადამასტინ. გესმის? და ფიქრთი. იცი? ერთი გენიალური აზრი მომივიდა თავში. მოდი ხელი მოვაწეროთ. ნაინდელიკა ჩემი მეჯვარეები იქნებიან, ბატრი და გელაში. რა ვთქვინა? რა ვთქვით? ხელი მოვაწეროთ მე და შენ, ნინო და დან. აი სულევა შენ. არა, პრინციპში მე ველოდი რომ შენ ადრე თუ გია ჩავმიგდები მაგ საკითხზე ლაპარაკს, მაგრამ რას გეტყვით, ჩემო კარგო, რომ ჩემთვის პირადად ეს ქორწინების სახლი და ზაქსი არ არსებობენ, გესმის? არ გინდა შენი ცოლი რომ გავხდე. შენ წარმოიდგინე არ მინდა. იცი რა კარგი ცოლი ვიქნებ. ერთგული მოსიყვარულე. შენ ხო არ დამსინე, ა? ხო არ დამსინე? დასაცინი რა გაქვს? ერთი ეს მითხარი. რომ გიჩივლო რასიზა. რა როქნა? პოლიციაში განვაცხადე. შემაცდინა და ახლა ბავშვის მამობა აღარ სურს მეთქი. მე ალბათ ან ციხეში წახვალ ან ცოლად შემირთავ არა? გაიყიდე ნინო ბოლოს და ბოლოს. აი თურმე რა იძულები გაწოხებს. შენ რა გეგონა რომ მე შანტაჟი ჩემაშინებდი არა წახვიდოდი მილიციაში და მიჩილოდი ნინო იცოდე ციხეში წავა. აი შენ არ შეგირდა. მოიცა მომისმინე შენ რა გონია ხალხს იმას ვათქვენებ რომ კოკა მღეიძე მიქან და ქალი შეეღელო. აი გამორიცხულია გამბავი. გამოჭერაზე რო ხარ ყველა მაგიტო ვერ გიტად ეხლა გოგოებს ვერა. შენ იცი რომ მე ამერიკის განმავლობაში შიში არ მივიდნი. აი ახლა გავიგე მას შემდეგ შენ რო გამიცხადე კოკა ბავშვი მარტო. ყოველ შენს მოსვლაზე გული რომ ისკდება და მიცივდება ნინო იცოდე ციხეში წავა. აი შენ არ შეგირდა იმიტომ რომ ძულ ხარ გესმის? აი იმიტომ რომ ვერ გიტან იმიტომ რომ ხარ. შენ რა? მართლა დაიჯერე რაც გითხარ.
არა ნინო. ეხლა რომელი მომჩივანის ენა ხარ, წავიდები მილიციაში და მეჩილები. როგორია? კარგი ჯანდა შევთე, მოდი ხელი მოვაწევთ. არა, მოდი მოვაწევთ ხელი და ორთოში დავცილდეთ. არა, ნუკეშინი არავის გაუკვირდება, ხო იცით, დღევანდელი ახალგაზრდები პანტა-პუნტი ცილდებიან ერთმანეთს, მოკლედ ასე. ჩამოხვალ თუ არ ტანიდან მოვაწევთ ხელს ბევრი ხმაურის გარეშე, გესმის ოღონდ ერთის პირობით ბავშვი უნდა მოიცილოს შეუშვიეს თავში. ნინო ხო კარგი აზრია. ჩამოხვალ ტანიდან, მოვაწევთ ხელს ბევრი ხმაურის გარეშე. ნინო. არა. არა, მაგრამ მეტი რა გინდა, გამოგებინე, რა გინდა, რა გიყო? გაწყნართ. ალბათ არ უნდა მეწვალებინე ამდენ ხანს. მოკლედ. მე ახლა ერთი ადგილიდან მოვდივ. მე თვითონ გავაკეთე ყველა. შეჭიდასე ძალიან გიგდოთ. მოვიცი. რაკენა? მოვიცი. ნინა. მეც გამაგებინე რა შეიძლება ჩემი გათამაში. დამჭირდა. ახლა უფრო ადვილი გახდა ჩემთვის ყველაფერი. გაგაცია. არა. შვიდას სპექტაკლი თამაშეთ ესა. და 7-ჯერ რეზაპკოში მას უფრო გაგვიშალა 7-ჯერ. მაგათ ყოველ მეათე სპექტაკლს უფრო გაგიშლიცა. და 7-ჯერ იქ-იქ. იქიდან ვახსოვს 7-ზე, იმიტომ 7-ჯერ იქ-იქ. კრეზო იყო თამადა პასტაინად. მე რაზმ მithra კაი გეყოფა რა ამბავი ამდენი უფრო არ შეიძლება რაღაცა ცოტა მოუკელით. მაგრამ ეს 7 სპექტაკლი იცით რა არის თავარი რომ ჩვენ მითამაშეთ სადღაც 3 წელიწადში. გონდა სპექტაკლი კოლონიაში. რუსთავის შრომა გასწორებით კოლონიაში. და ეს ძალიან მძიმედ მახსოვს და ძალიან პატარა ოთახი იყო, წითელი კუთხე ჰქონდათ და იქ პატიმრები, ჩვენ შორის იყო ალბათ 10 ნაბიჯი არც კი პატიმრებსა და ჩვენ შორის. და მე არ დამავიწყდება იმათი თვალები. ეს ბავშვთა კოლონია კი არ იყო და უშოთ ბავშვებისთვის კი არ თამაშობთ დიდები იყვნენ. ხანდაზმული მამაკაცები, ახალგაზრდები. იმათი თვალები დღემდე მახსოვს ეს წინა რიგში მიცე, როგორ ხაპაღუპით მოსდიოდათ ცრემლები. არ ვიცი მე მათ რა ახსენდებოდათ თავისი ცხოვრებიდან, თავისი წარსულიდან, თუ ჩვენც თან აგვიგრძნობდნენ. საოცარი სპექტაკლი იყო. ჩვენც ძალიან ემოციურად დატვირთულები ვიყავით, მით უმეტეს ეს თვალებში რო უყურებ შენ წინ ვინ ზის და აი პირდაპირ კონტაქტი იყო რაღაცა საოცარი, არ დამავიწყდება ჩემ ცხოვრებაში. ვიყავი ძალიან ახალგაზრდები. 21 წლის. მე რომ ეს როლი მივიღე, ვიყავი 21 წლის. და თვითონ ამ სპექტაკლის გზავნილი თემა აი ის თემა რაზედაც იყო საუბარი, რომ ახალგაზრდების სიყვარული და შემდეგ ქალი რომ დაორსულდება და იმ ბიჭმა რომ ცოლად უნდა მოიყვანოს, აი ეს ხო ქონდა საქართველოში ეს მენტალიტეტი. აი ამის თემატიზირება მაშინ არ ხდებოდა და ამაზე არავინ არ ლაპარაკობდა. აი ეს ყველაფერი მოხდა სცენაზე. მოხდა სცენაზე და თითქოს მაყურებლის თვალწინ ხდებოდა აი ამ ახალგაზრდების სიყვარულის ისტორია და მე აი ასამდე როლი მაქვს შესრულებული და მინდა ვთქვა რომ აი ეს სპექტაკლი არაფერს მიმო გასახულია არ იყო ნათამაშები ეს იყო მე მგონი 4-ჯერ ვითამაშეთ 4-ჯერ ვიცხოვრეთ სცენაზე რა გემართები? არაფერი დედია. მაშინ დაამთავრე საუზმე. ამ ბოლო დროს რაღაც აფორიაქებული ხარ. გეჩვენება, ბები. ბოკა. სად დაიკარგა ნინიკო? აბა მე რა ვიცი, ბები. რატომ რატომ უნდა ვიცოდე, გამაგებინე?
რამე მოხდა თქვენ შორის? კარგი რა ბები, შენ წინათ არ იცოდი ასეთი ჩაციება რა მოგივიდა რა. რა ვუყოთ მე? არც ისე დიდი დრო დამრჩა. არც მასეთ ლაპარაკს ვარ შენგან შეეული. როგორ ლაპარაკს? როგორ დაწუსტუნი ბებიების ყველაფერზე. შენ მაგ კონტრშეტეებს თავი დაანებე. პასუხი გამეც შეგიძლია. ო კარგი რა გინდა ბები ამესენი რა. შენ ხომ გიყვარს ნინიკო? ცდები. იქნებ შენ ცდები შვილო. იქნებ ის იდუმალი ფანტომი, რომელსაც დაეძებ გვერდში ყავს. შენ კი ვერ ბები დამანები თავი აღარ შემიძლია შენი მოსმენა. როგორ მელაპარაკები გოგო? ო კარგი მაბები. ჯერ მე თვითონ ვერ გარკვეულო რაღაცებში რიგიანად შენ კიდე აქ. ხო ბატი, ჰა? ხომა პატიებები. კარგი, ეხლა ნუ გამგუდე სიგარეტი. მოდი რა გაიტანე ეს და დამტოვე მარტო. რა ნომერზე რეკავ? 22 26 99. არა, კი, მაგრამ ჩვენო საერთოდ არ აქვს ტელეფონი. არ ცხოვრობს მაო, აქ ლუიზა არ ცხოვრობს, რა გინდა რა? ხო, კარგი, არ გიყირიო, ხო. რა გიყოთ მაო, რითი დაგეხმარო, რა? არა, ხო იცი ჩვენ ტელეფონების ამბავი. მაწუხეთ? სხვათა შორის რა უნდა გითხრა, იცი? ორ დღეს რო არ დარეკავ. თითქოს რაღაც მაკლია უგულ. შეგეჩიო, ვიწო, შეგეჩიო. ო, კარგი, ასე რომ არ მოგერიდეს. კარგი, კარგად. ალო, კაცო, ვინ მომიდა და? წავიდა? ტანში წავიდა? ხო, არა, მე მეგობარი ვარ მისი. ხო, არაფერი დაუყარებია. ხო, კარგი, თუ კაცო. არ კაცო. კარგი ზამთარი. ამოდენა სილამაზე რო დაგვეტეხეს თავზე, ა? თქოთ? ო? თქოთ. Bonjour. თქოთ? რა გიძ? რატომღაც ძალიან მომინდა ჩემი ყმაწვით ქალობის დროინდელი კაბის ჩაცი. ამ კაბასთან დიდი მოგონებები მაკავშირებს შვილო. ხეიძეები ყველანი რჩეული ვაშკაცები იყვნენ. მაგრამ ბაბუაშენი მათშიაც კი მარგალიტივით გამოირჩეოდა. ჭკუას კარგავდით გოგოები მის გამო. უეცრად ვამჩნევ, რომ ბოლო დროს რაღაც უხშირა ვიზიტებს ჩვენს სახლში. ზის მაგიდასთან ქანდაკებასავი და თვალს არ მაშორებს. აბდაუბდად პასუხობს მამა ჩემის შეკითხვებს.
ერთხელ ზობაზე წამიყვანა ეტლით. დედაჩემს ვეჩხუბი. როგორ შეიძლება ყმაწვილ ქალს რომ მატან უცხო მამაკაცს მეთქი? იცი რა მითხრა? რა? ელიზბარ მხეიძე ჭეშმარიტი რაინდია და უმციკლო რეპუტაციის პატრონია. უხერხული იქნება დაუსაბუთებელი უარი უთხრა და ამით თავმოყარეობა შეულახოთ. ძალიან ამაყი კაცი იყო კოკა ბაბუაში. ხო და წავყევი ბზობაზე. ეტლში ასასვლელად ხელი რომ გამიწოდა, კინაღამ ფეხები წამერთ. აი ასე, ჩაკ-ჩაკი წავედი ციონისაკენ. გაბუტული ცხედვარ და ხმას არ ვიღებთ არც ერთი. მალულად თვალი გავაპარე და ვხედავ რომ კაცის ფერი არ ადევს. სიონს რომ მივახლოვდით, ეტლი გააჩერებინა, გადმოვიდა. რევოლვერი მიიდო საფეთქელზე. დგას აი ასეს მშვენიერი ჭაბუკი და მეუბნება. ელენე, მრავალ სიტყვიანობით თავს არ შეგაწყვეტ. ჩემი სიცოცხლე თქვენ ხელშია. ან ეხლავე წმინდა გიორგის ხატთან შემოფიცავთ სიყვარულს. ან არადა ჩემი სიკვდილის ნახვით აქ არ შეგაწუხებთ. ისე კი თავს არ ვიცოცხლებ. უღურერთი რა ოპერატიულად მოქმედებდა მაგოჩი. მე შენაღა პასუხი ბები ცოტა მაინც არ გაეგეკუცე? სად იყო ბიჭო მაგის დრო? ვინ მაცალა განაზება? გული გამისდა ისეთი რამე არ თქვა დაიგრიელო საფეთქელში ტყვია მეთქი. შენისთანა გადარეული იყო ისიც შვილო. სხვათა შორის სახითაც ხასიათითაც გაჭრილი ვაშლივით გევხარ ელიზბარს. ხო და დავიფიცეთ ხატის წინ. ორი კელაპტარი დავანთეთ. დიდხანს ვიდექით გალობითა და საკმევლის სუნით გაბუებული. საკმაოდ ლამაზი წყვილი ვიყავით მაშინ. დაბრუნებისას ელიზბარმა ბზა გამომართვა და ხელზე მიამბოა. უეცრად ღია ფანჯრებიდან გაისმა ვარსის ჰანგები. მას შემდეგ ეს ვალსი და ეს კაბა იმ ბზობას იმ საღამოს მაგონებს შვილო. მაბადია ბები. მე შეიძლება ერთად სხვა თემაზე დაგალაპარაკო შენი მშვენიერი მონაყოლის შემდეგ. ბები, ფული მჭირდება სასწრაფოდ. რა? ფული მჭირდება, გესმის ტალინში უნდა წავიდე ნინიკოსთან, ბები. ტალინში? ხო, უნდა წავიდე. ნინიკოსთან? უნდა წავიდე, ბები. შენი ჭირი მეშიო. დავიცადე ახლა რა მოვა. ხო, ბები, რა მოდი? ახლა რა მოგიდა? ხო, კარგი, დაიწყო. წავიდე. ხო, კარგი. გელა შენ ახარ მე ვარ კოკა. გელა დავიდე ყური, გელა სასკრაფოდ მჭირდება ფული, გესმის? რამესაც შეძლებთ? მოიცე რა დროს ხმრობა, ტალინში მივდივარ ნინიკოსთან. სარი რა ბიჭო, არ გეხმრობი, ხო? დღეს გადავწყვიტე. შენ ბადისაც გადავრუკე და გადმოიკეთ შემდეგ ჩემთან, გესმის? ხო, სახშიო, რა უცილებლად, გელა ხო, ბებია სახში. ვიდი გელა შენ იმედი. უნდა გადავიდე ამ საქმე. ვინა უნდა გადავცვალო? რომელი გამოდები ამ თვითონ ისე რამდენჯერ გადამჩინეთ წყალი რჩევა მოშებული. ეხლა ჩამოდი და შენი ხელით მომიწვიდე იაგა. ხვალ შემოვა. დედო! ხვალ შემოვა? ვიღა ჭერი, თავზე მეცემა.
გავიდე, ბებია ცუდად არის. არა, გავიდე, მითხარი. რა ვქნა? გავიდე, ბებია. კანო შემიწვია, რა სამითხარი. გავიდე, მე რა ვქნა, გავიდე, გოლფი. ეიძეობა და თავადი შვილებმა მეფის დროს იყო. ახლა ყველა ერთი. გავიდე. მოგარგი. მოგარგი ხლა ნუ ეიშლი ნერვებს. წყალი. მოგარგი რა მოგივიდა მე. პირველ რიგებში რო ხდებოდნენ გოგონები, აქედან კარნახობდნენ ხოლმე რეპლიკებს და ერთხელ ესეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ. მოდი სხვა ტექსტი ვთქვა, აბა რას იზამენო და რეზომ რაღაცა გავუკეთე, იქედან არ არის ეს ასე უნდა გეთქვა. ყველგან მიწევდნენ, რა ვიცი, რადიო, ტელევიზია, ყველგან, მაგრამ სკოლაში მიმიწვიეს და რომელიღაცა სკოლა იყო და რომ მივდიოდი, თან მარტო მივდიოდი, მანქანა არ მყავდა, რაღაცა ჩემთვის მივლაყუნობდი და მივუახლოვდი სკოლას და თან ვიმალებოდი ხოლმე ქუჩაში, იმიტომ რომ ძალიან უკვე მცნობდნენ და რო დავინახავდნენ ეს გოგოები, რაღაცები ემართებოდა. ხო და ვიყავი საფალე ქუდი რაღაც და ეხლა უახლოვდები სკოლას და სკოლას რომ მივუახლოვდი ესეთი შესახვევი იყო. ბავშვებით განან, წინ პიონერთა საცვიათ რა ქვია, ხელსახვევით, რა მთელი ბავშვებით განან ჩასაბერი ინსტრუმენტებით რაღაცა და უკან მასწავლებელი ძალიან დიდი ამბავია და რო დავინახე ეს ქუჩაზე მივდიოდი, გადავხდი ესე უცბად, დაიმე მე ვთხარი რაც უდროს მოვდივარ. ძალიან უდროს მოვდივარ და იქ ჩიგვიყო რაღაც და დავიმალე და უყურებ ეხლა ალბათ ვიღაცა უნდა მოვიდეს ან იოსებ მონეშვილი, როგორც ხდება ხოლმე სკოლაში, როცა ელოდებიან ბავშვებს და აყენებდნენ წინ და აი როგორც პარაძე რო აი რო გამოჩნდებოდა წითელი იმაზე უნდა გაიაროს და მოკლედ არის და ველოდები ეხლა როდის შევა ეს ბავშვები და მასწავლებლები სკოლაში რო დგანან, ალბათ ვიღაცა უნდა გამოიაროს და ვიყურები ესე ან ნორმან ლებანიძე უნდა გამოიაროს, მაშინ იყო ხოლმე რომ მოდიოდნენ და აი ესე და ამ დროს ვიღაცამ დამიძახა, ეგე რო პატორინესო იმაშიო რა ქვია ბუჩქებშია. და რა ჩაბერეს საყვირებს და დაუკრეს ისინი რა ქვია დოლები რა თურმე მე მელოდებია. შემოდი დაჭიქი. ბოლო ხანებში სულ წვიმაში მოდიხარ, რა? ქოლ გააღარჩება ხოლმე? რა ქოლგა? აი ტროლებუსში რო დაგჭა, მაშინ გახსოვს? ხო. ხო, ეს. არ ვიცოდი დეიდა ელენეს ამბავი. ტალინში როგორ გაიგებინა მაგას? საოცრად დამწყდა გული. ბებიას ძალიან უყვარდი ნინო. ვიცი. მე ჩამოსვლას ვაპირებდი. სად? ტალინში შესანახავად გესმის, მე უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ აი დიდხანს იწვალა. არა, ბებია ჩემს ხელზე გარდაიცვალა. მაცულობის დროინდელ კაბაში დავასაფლავეთ. საშინელი ქარი იყო. სიგარეტი ხომ არ გაქვს? შენ რა ეწევი? ხო.
ხო ნინო, მართლა მოდი გავამარჯვე შენს დაბრუნებას, ა? კარგი ქალაქია ტალინი? ძალიან. მამას ალბათ ძალიან მოვენატრე. მოვენატრე. მეც მოვენატრე ნინო. მოგენატრე? ხო ნინო, გუშინ სასაფლაოზე შებინებამდე დავჭი. სამოსლო რო დავაპირე, შორს სასაფლაოს სიღრმეში თვალი მოვკარი თეთრ საწვიმარს გესმის, აი ზუსტად ისე ჩენო გაქვს. იქითკენ გავქანი და გვარიანად დავაფეთე ვიღაცა სულ სხვა გოგონა. შემდეგ ჩამოდგა ეს უკანასკნელი ავტობუსი, ავედი ამ შავოსანი ქალებით გარშემორტყმულ ავტობუსში და რაღაცა შიშმა ამიტანა, გესმის, დავინახე რომ თითოეული მათგანი მომჩერებია მე. მაგრამ როგორ აგესნა ნინო? სულ სხვა მათი მზერა, რაღაცა ბრძნული, რაღაცა ალერსიანი. მაგრამ თითქოს აი იქიდან მიყურებენ, გესმის, თითქოს მე აღმოჩნდი ამ გარდაცვლილ თალანტებს შორის. ვთხოვ გამიგვი. თვალები დავხუჭე და შევეცადე შენზე მეფიქრა. და როგორც კი შენი სახე დავხატე, მე წამსვე დავწყნარ. არა მე ვიცი ნინო, მე ვიცი რა ტკივილი და შეურაცხყოფა მოგაყენა. მე მას ხვდები ყველაფერს გესმის. არა მე დამნაშავე ვარ ნინო, მაგრამ არ შემიძლია შენ, გესმის? არ შემიძლია შენ, მიყვარხარ, გესმის? მიყვარხარ. მეც რა შენს? მეც მიყვარხარ. ნინო. რა მოგივიდა? არაფერი. რა მოგივიდა? მომენატრე ალბათ და იმიტომ. ხომ გითხარი მიყვარხარ მეთქი. რამდენჯერ ხელი მოგხვი, ამდენჯერ მოიბუზე და აკანკავდი რა შესაძლოა. მოგეჩვენ. ალბათ მომეჩვენა. მოგეჩვენ. ალბათ მომეჩვენა. მოგეჩვენ. ალბათ მომეჩვენა. მოგეჩვენ. არ შეგიძლია. არ შეგიძლია, რა საიქიათ ეს სიტყვა, რა არ შეგიძლია გამაგებინე. რა მოდიოდი და ვფიქრობდი. ხო. ის ახლა მარტოა. მე მას ვჭირდები. ვინ არის მარტო? შენ ახარ მარტო. ვფიქრობდი ის ყველაფერს მიხვდა. მე მარტო. ის მიყვარს. მაგრამ არ შემიძლია დავიწყებო. მიყვარს. შენი ალერსი თუ შემოხედა. ჩემთვის დღესასწაული. მიყვარდი. მაგიტომ დაგთანხმდი ბავშვის მოცილებას. ვეღარ გიყურებდი უხეშს, წყალს, სახედაკარგულს. შენ ხომ არ იცი? რა გრძნობა. იმაში რომ მიდიხარ მარტო. დამცირებული. შეურაცხყოფილი. როდესაც ექიმის მოსაცდელში ზიხარ. ექიმის ვაჟი კი დამცინავი ღიმილით პაემანზე გითანხმდება. მე ბევრი ვიფიქრე იქ იმ ქალაქში. მაგრამ გარკვევით ვერაფერი გავარკვიე. ვიფიქრე ჩავალ და ყველაფერი თავისით გაირკვევა მეთქი. გაირკვა კიდეც. რა გაირკვა? არ შემიძლია შენთან ყოფნა. ვერ მაკვატე? არა. აბა რა შეესაქმე? შენ რაღაც იდეალს ეძებდი, მე კი ვერ რა უნდა დამენახა? ნინო, როგორ უნდა დამენახე? შენ ხომ არ მომეცი ამის საშუალება? ის შენ ხომ წამითაც არ მაგზნობინე, რომ შენ აღარ პიროვნება, რომ შენ გაკაჩნია საკუთარი რა? შემიყვარდი და იმიტომ. კარგი. წამსვე აკრევი მორჩილად უხმოდ ანგარიში მიუცემლა. მეგონა კლდეს ვიყავი შეფარებული. მეგონა როცა გიყვარს. უფსკულში უნდა გადაყვე მეთქი. მე ხომ შენამდე ბიჭისთვისაც არ მიკოცნია. თორე უნდა მეწოლებიდე. დროის მონაკვეთებზე უნდა გამენაწილებინეს ჩემი მოწყალება. დღეს კინოში წავყვები. ხვალ ოცნის უფლებას მივცემ. ზე ცოტას ვაეჭვიანე. შემდეგ და ასე შემდეგ. ეს გინდოდა აუცილებლად. არა ნინო, არა, გაიგერო, არა. მე მაშინაც მიყვარდი, გესმის? მაშინაც მიყვარდი, უბრალოდ ვერ ხვდებოდი ამას, ნინო. ზედმეტად შეულებრივად მოხდა ყველაფერი, გესმის? ნუ თუ შეიძლება ვერ მიხვდე ამას. შეიძლება ნინო. ბებიამ ხო იცოდა ეს და ხომ აგძნობინა კიდეც. ნიკო. როგორც კი რაღაც ნათელი გაგიჩდებოდა თვალებში. კარგი, ბაჭი. წამსვე ამოტივტივდებოდა ეს სიტყვა ხაფანგი. და აღარ იცოდი როგორ მოგეცილებინე თავიდან. სულ ეს ხაფანგი გელანდებოდა. კარგი, მორჩი ნინო. იქ ტანში ხო არ მოხდა რამე გამაგებინე? ა?
რა უნდა მომხდარიყო? არა იქნება ვინმე შეხვდა, ჩემზე უფრო მიხვედრილი. როგორი ფიქრე რომ მე შემეძლო ასე სწრაფად? კარგი, სწრაფად არა სწრაფად არ ვიცი მე რას აპირებ. რას უნდა ვაპირებ ვიცხოვრო? რა მოხდა? გადაუხდელი მაქვს ერთი თვის და გადამიჭრეს ეთქობა. მოიცანე. ნინო იქნება ცოტა. იქნება დავიწყო თავიდან. შეხოგჯერა, რო ხან სულ სხვანაირად იქნება ყველაფერი. გაიგე რომ მე შენ მიყვარხარ, გესმის არ შემიძლია უშენო დადო არ არის. გაიგე რომ მე შენ მიყვარხარ, გესმის მიყვარხარ. რატო? შენ არ გიგონოს აქ პატიების ან არ პატიების ამბავი იყოს არა. ყველა ქალს უხდება იმის გაკეთება. რაც შენ მაიძულ. ეს არ არის თავი. მე არ შემიძლია დავიწყო შენი შეშინებული ყალბის სახე. ის რომ შენ ჩემას სათაყვანო ბიჭმო, როგორც კი. ხაფანგი თუ შიში იგრძენ. წამსე სანგრის ხრა დაიწყე. კარგი. შიქჩატეკი და მიწა წაიყარე ზევიდან არავინ დამინახოს. კარგი მორჩი, კარგი მოხდა ყველაფერი რომ მითხარი, ახლა მეც ვეღარ გაპატიებ მაგ სიტყვებს. ვაწვალეთ ერთმანეთი და ორივენი გადავიწყე. შენ მასე ფიქრობ? მე ჯერ არ გადამწვარ. მე წავა. მოიცი. მოდი გენაც. მოდი. მომეციეს? გაიხადე. ნემსი და ძაფი მომეც. ასე ხომ არ წავა. ძალიან ძლიერი გახდი ვეღარ გცნობ. ეტრიალთ. უნდა დავაკევო.
ირი ხო ნინო მტირი ყველაზე ნაკლებად ეგ მაინტერესებდა აქტუალური არის თუ არა მე აქ უბრალოდ მინდოდა ორი საინტერესო ადამიანის შეხვედრა რომელსაც შეეძლოთ ერთმანეთი ყარებოდეთ ბიჭის თემა უფრო მაინტერესებდა იმიტომ რომ გოგო გასაგები იყო ჩემთვის გოგო წავიდა ამ ძახილზე და ბიჭი ვერ მიხვდა რომ ეს არის ნაღდიგწნობა ეგ იყო და ეგ დიდი სურვილი მქონდა თვითონ რომ ყოფილიყო რაღაც ისეთი ნორმალური ფინალი happy end არ გამოვიდა ვერ აპატებდა ეს გოგო ღირსეული გოგო იყო ბებია ჩემი ისე წავიდა ეგონა ნათელი ბიჭი დამტოვა ცოდვიანი დავიბადე ამ ქვეყანაზე ცოდვიანი ჩემს სიცოცხლეს დედა ჩემის სიკვდილი დასჭირდა თვითონ კი ჩემს შვილს განაჩენი გამოუტანე და საყვარელ გოგონას სული დაუსახიჩრე როდის ხდება ეს როდის ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ თავში ხორცს რომ აღმოაჩენ როდის ხდებით პირუტყვები როდის მილიონობით ნიღაბს ვიზომავთ ბოლოს ყველაზე ყალბს ყველაზე უხერს ყველაზე მახინს ამოვირჩევ და ისე გეწეპება ეს ოხერინო კანიონად გინდა აიდღისო სახიდან მაგრამ ვაირო აღარ შეგწევს ამისი ძალა და ღონე რატო რისთვის ადამიანს ხო სინაზის სიყვარულის უდიდესი მარაგი აქვს დაგუბებული მკერდში აი სად მოვახერხეთ ამისი ჩატკეპნა რომელ სარდაფებში გამოამწყდიეთ ღმერთი დინი პოვე შენი ლუიზა ეგ პოვე ბიჭო, არ დაკარგო, გესმის? არ დაკარგო, მე ვარ, გოგა, მომილოცო, ბიჭო, მომილოცო.